ბავშვობის ჯადოსნური ღამე იდგა. გარეთ ბარდნიდა. მარია და მისი ძამიკო ფრიცი თბილ ბუხართან თამაშობდნენ. ფრიცი თავის სათამაშო ჯარისკაცებს წვრთნიდა. მარიამ უზარმაზარი ნაძვის ხის მორთვა დაიწყო. ბრჭყვიალა ბურთებითა და შაქარყინულის ფიგურებით. ყველაზე ბოლოს დაშაქრული ქლიავის ფერია ამოაბრძანა. მარი მოსულა. ნათლია დროსელმეიერი ჩაქა. ნათლია დროსელმეიერი ყველაზე ცნობილი სათამაშოების ოსტატი იყო. მისნაირ ჯადოსნურ თოჯინებს ვერავინ აკეთებდა. ბავშვები კართან შეეგებნენ სასურველ სტუმარს. მაგნატუნა განსაკუთრებული სათამაშოა. მას ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ. მაგნატუნა ჩემი საყვარელი სათამაშო იქნება. ეს ბიჭების სათამაშოა. ახლავე მომეცი. არაფერსაც არ მოგცემ. არი დარდო ჩემო კარგო. შენს მაგნატუნას ახლავე შევაკეთებ. აი შენი ჯარისკაცით შევაკეთე. ვეღარაფერს დაგიშავებენ. ჩემი მაგნატუნა ნაძვის ხის ქვეშ დამრჩა. ნაძვის ხე ამხელა რატომა? ნუ გეშინია, შენ სათამაშოების სამყაროში მოხვდი. აქ ყველაფერი ჯადოსნურია. მოიცათ, ახლა თქვენ გინდა თქვათ, რომ მე სათამაშო ვარ? შეუტიეთ, განადგურეთ. ირთხების მეფე გიბრძანებ. შენ მე გადამარჩინე პრინცესა მარია. ღოროტმა ვირთხების მეფე მომაჯადოვა და მაგნატუნად მაქცია. ძალიან მიხარია, რომ ვირთხების მეფე დაამარცხე. მაგრამ მე პრინცესა არ ვარ. წამომყევი. კბილეულის სამყაროში მინდა წაგიყვანო. მარხილი ჯადოსნურ ქვეყანაში დაეშვა. ირგვლივ სულ მარმელადისა და შოკოლადის მთები, შაქარყინულის ხეები, თაფლის მდინარეები და კარამელის სახლები მოჩანდა. შეხედე, ეს შაქარყინულის ფერია. ჩვენს შესახვედრად მოვიდა. ჩემს სასახლეში წვეულებაზე გეპატიჟებით. დიდებულ დროს გავატარებთ. დიდ დარბაზში თავბრუდამხვევად ტრიალებდნენ შოკოლადები და კამფეტები, ტორტები და ნამცხრები, ჟელიბონები და ლოლიპოპები. ბოლოს შაქარყინულის ფერიამ გამოაცხადა. ჩვენს განსაკუთრებულ სტუმრებს, პრინცესა მარიას და პრინც მაგნატუნას უხმობთ საცეკვაოდ. მარია, აქ რას აკეთებდი? წუხელ, პრინცი მაგნატუნა გადავარჩინე. შემდეგ კი კბილეულის ქვეყანაში ვიყავით. და იქ საყვარელო, ეს ხომ მხოლოდ სიზმარი იყო. არიღებო, ზოგჯერ სიზმრები ცხადად იქცევა ხოლმე.
ეს გვირგვინი აქ საიდან გაჩნდა? შობას გილოცავ, ჩემო პრინცო.